გვიანი დილამშვიდობისა, ძვირფასო მეგობრებო, 12-ის ნახევარი შესრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გვიანი დილა შემოვიდა თქვენ სახლებში და თქვენს ოჯახებში და დღეს არაჩვეულებრივ გადაცემას გავაზრობთ. რატომ? იმიტომ რომ 25 მაისია და ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს იზეიმებს სრულიად საქართველო და ყველანი ჩვენ, იმიტომ რომ რატომ მარიამ? იმიტომ რომ 1918 წლის 26 მაისს მივიღეთ დამოუკიდებლობა და უმნიშვნელოვანესი დღე არის საქართველოსთვის და ყველანი ქართველისთვის, რა თქმა უნდა. გასაკვირველია, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ეს დღე, რა თქმა უნდა, ჩვენია. ისევე როგორც თბილისი აღნიშნავს გრანდიოზულად, ასევე რეგიონებში ყველა ქალაქი, ყველა რეგიონი აღნიშნავს განსაკუთრებულად და ყველა რეგიონში და ყველა ქალაქში სხვადასხვა სტრუქტურებია წარმოდგენილი, რომ უმასპინძლოს ამა თუ იმ ღონისძიებას, სხვადასხვა აქტივობას, სტუმრებს და ამ შემთხვევაში ჩვენ პირველ სტუმარზეც უნდა საქართველოს პოსტის გენერალური დირექტორი ბატონი ლევან ჩიკვაიძე უკაცრავად. მოგზანდი მარია, გამარჯობა ბატონ ლევან. გვიანი დილამშვიდობის მარია. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ასეთ მნიშვნელოვან დღეზე უნდა ვისაუბროთ და ისიც უნდა ვთქვათ რომ საქართველოს პოსტა წელს წარმოდგენილი იქნება ისეთ მნიშვნელოვან ქალაქში როგორც ქუთაისია და სანამ ამ თემებზე ვისაუბრებ ზოგადად ჯერთი დავიწყოთ როგორ ბრძანდებით და თქვენთვის ეს დღე ჩვენთვის რას ნიშნავს და მე გვაინტერესებს ყველაფერი რა თქმა უნდა ყველა აქტივობაზე და ასე შემდეგ რაც გველოდება. მადლობა, კარგად ვარ, მადლობა რომ მომიწვიეთ. რა თქმა უნდა თქვენ სწორად აღნიშნეთ რომ ეროვნული დღესასწაულებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი არა ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულის აღნიშვნის წინა დღეს ვიმყოფები თქვენთანაც განწყობა თქვენი და გარემო აშკარად შესაბამისია. მიხარია სტუმრობისთვის მზად ვარ თქვენს მსმენელს, მაყურებელს მივაწოდო ის ინფორმაცია, რისთვისაც საქართველოს პოსტა და დანარჩენი საქართველო ემზადება ხვალინდელი დღისთვის და ვუპასუხოთ თქვენს კონკრეტულ შეკითხვებს. ზოგადად ვისაუბროთ წინა წლის მთელ აი ამ რაღაცნაირ როგორ იყო და ზოგადად ამ აქტივობებზე რაც მთელი წლის განმავლობაში საერთოდ საქართველოს პოსტას ეხლა ისე გავყადნიერდები თქვენთან ვამბობ ამ ძალიან საოცარი ისტორია აქვს რა და დიდი ისტორია აქვს და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურა შეიძლება ითქვას ჩვენი ქვეყნისთვის და გვიხარია რომ ეს სტრუქტურა წელს ქუთაისში იქნება. საქართველოს პოსტა საქართველოში 1805 წლიდან ფუნქციონირებს და წარმოიდგინეთ ისტორია, რომლის მომსწრეც იყო პოსტა როგორც ინსტიტუცია და მისი თანამშრომლები, რომლის ისტორიაც ჩვენს არქივში მოიპოვება და სწორედ ამ ისტორიის წარმოჩენას, წინ წამოწევას ვცდილობთ ხოლმე მსგავს ღონისძიებებზე, ისეც როგორც გასული წლის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ჩვენ წარმოდგენილი ვიყავით გორში, საუკეთესო გარემო გახლდათ, აქ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და თავდაცვის სამინისტროსთან ერთად. ვფიქრობ, რომ შევძელით სრულად გადმოგვეცა ის გარემო, რაც იმ წელს და ისტორიულად საფოსტო დარგში მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, განსხვავებული იქნება რა თქმა უნდა გარემო ქუთაისის ატახტო ქალაქი, თუმცა აქაც 2 წლის წინ ქუთაისში ვიყავით წარმოდგენილი. ისტორიული ნაწილი იქნება, რომელიც ასახავს პოსტის ისტორიას, რომელიც მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ხშირ შემთხვევაში პოსტის და თვითონ ქვეყნის ისტორია ძალიან დიდად არის ხოლმე ერთმანეთთან დაკავშირებული, თუნდაც საქართველოს პოსტის ისტორიას გადავავლოთ თვალი, ან მე შეიძლება ნებისმიერი სხვა ქვეყნის მაგალითები მოვიყვანოთ. ძლიერ ქვეყანაში დამოუკიდებელ ქვეყანას ყავს ისეთი ოპერატორი, როგორიც მისი მოქალაქეების სურვილია რო ქონდეთ და იღებენ ისეთ მომსახურებას და სერვისს, როგორიც სურვილიც მათ აქვს და სხვაგვარად დამოუკიდებელ ქვეყანაში ეს აბსოლუტურად განსხვავებულია. არ შეესაბამება მისი მოქალაქეების მოთხოვნებს და სწორედ თუ კი გვინდა იმის აღნიშვნა, რომ რითია განსხვავებული წელს საქართველოს პოსტა წარმოდგენილი ამ ღონისძიებაზე, განსხვავებული ალბათ არის სწორედ იმითი, რომ უფრო მეტად დამოუკიდებლობის ხარისხი მაღლაა აწეული და ეს იგრძნობა თვითონ საფოსტო საქმიანობაშიც და როდესაც ისტორია აღნიშნე,
საბჭოთა პერიოდში გამოიყენებოდა საფოსტო საქმიანობა აბსოლუტურად სხვა მიზნებისთვის, პროპაგანდისტული იყო გარემო და ბეჭდვითი პერიოდული გამოცემები რიგდებოდა ფოსტის საშუალებით და ინფრასტრუქტურა შესაბამისი მოწყობილი იყო ამ პროპაგანდისტვის. შემდეგი 90-იან წლებში იგივე როგორც ჩვენს ქვეყანაში სხვა მიმართულებით, ასევე ფოსტაც თითქმის ნულამდე იქნა გაძარცვული. 2000-იანი წლები ფოსტა არავის არ ახსოვდა. და აი სწორედ 2013 წლიდან დაიწყო ის წინსვლა და განვითარება, რომელსაც დღეს სიამაყით ჩვენს ხვალ დამთვალიერებელს გავაცნობთ. ბატონო, ჩვენ მაყურებელი ხო კადრებს ხედავს, თორსტებს შარშანდელი აქტივობები. ეს შარშანდელი აქტივობებია, ხო, განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ჩვენმა ინსტალაციებმა ბავშვებისთვის აღმოჩნდა საინტერესო და მათთვის არის წარმოდგენილი ახლა წელსაც ფოსტის ძველი პოსტა გაცოცხლებული, მათთვის უფრო ძველი პოსტა გაცოცხლდება, იქ იქნება კალიგრაფისტი იმუშავებს, რომელიც თავისი უნიკალური დამწერლობით მითითებას, ბავშვის მითითებას გადმოიტანს ფურცელზე, რომლის გაგზავნაც შესაძლებელი იქნება მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, ასევე თუ საბავშვო სივრცეზე ვსაუბრობთ, აქ იქნება წარმოდგენილი პერსონაჟები იმ მულტიპლიკაციური ფილმების, რომელსაც საქართველოს პოსტა უკვე მეორე წელიწადია წარმოადგენს წინა საახალწლოდ თავისი მომხმარებლისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის. აქ იქნება გაცოცხლებული, განსხვავება გვექნება ეს რომ წელს წარმოდგენილი იქნება ამ ანიმაციის გმირები, ესეთი მოცულობითი ზომის ნამუშევრებით, რომელმაც მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს ნამუშევარი აი ამ დღეის მდგომარეობით საფრანგეთშია, ანესის კინოფესტივალში იღებს მონაწილეობას, დიახ, ეს სწორედ ეს მულტიპლიკაცია, რომელსაც ეკრანზე ხედავთ, ეს პატარა ქალბატონი ნუკი იქნება განსაკუთრებულად წარმოდგენილი ხვალინდელ დღესაც პერსონაჟი. ეს არის ქალბატონი ნუკი? ნუკი, ქალბატონი ალბათ ზედმეტია, ნუკია. პერსონაჟი ნუკი ქვია. არაჩვეულებრივი ანიმაციაა და უნდა აღნიშნო, რომ უკვე პირველი ეტაპი გავლილი აქვს და საუკეთესოებს შორის არის საფრანგეთში შერჩეული და იმედი მაქვს, რომ ესეთ ადგილს დავიკავებთ ანიმაციებში. მეორე წელიწადია და ვფიქრობთ, რომ გავაგრძელოთ მულტიპლიკაცია, ეს განვითარება და საფოსტო საქმიანობა რაღაცით დავაკავშირეთ ამ 2 წლის განმავლობაში და შედეგი კარგი მივიღეთ, რომელიც მომხმარებელსაც მოსწონს, განსაკუთრებით პატარა ასაკის ჩვენ მომხმარებელს და რატომაც არა უნდა გავაგრძელოთ ეს საქმიანობა. ასე რომ ხვალინდელ დღეს ქუთაისში წარმოდგენილი ვიქნი, რა თქმა უნდა, იქ მარტო საქართველოს პოსტა არ იქნება წარმოდგენილი, საქართველოს ეკონომიკისა და პირადი განვითარების სამინისტროს ყველა სტრუქტურული ერთეული და საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომელიც ამ სამინისტროს ქვეშ არის, სხვადასხვა ქალაქებშია გაშლილი და თავის ნამუშევრებს წარმოაჩენს. ეს არის ფოთი, თელავი, ქუთაისი, თბილისი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და აეროპორტების გაერთიანებასთან ერთად ქუთაისში წარმოდგენილი, სიმბოლურიც არის ქუთაისში ახალი აეროპორტი, ახალი საფრენი ბილიკი, ქუთაისი იმერული ღვინო, რომელიც დანარჩენ მსოფლიოს აჩუქა ქართულმა ერმა და იმ სიამაყით, რომელიც უნდა გქონდეს ამ დღეს, რომელიც ყველა ქართველს წინ უნდა წამოვწიოთ ის ყველაფერი ის ეროვნული, რაც ჩვენ გულსიამოვნებენ თავსებს. ბატონო ლევან, ვისაუბროთ ისტორიული კუთხით საქართველოს პოსტაზეც რა, მეც ესე დავიწყე, კი, იმიტომ რომ დიდი ყველაფერი დაიწყო ურმით, ცხენით, ექსპრეს პოსტა, როდესაც გაჩნდა საქართველოში და დღემდე მოვედით, ხო, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ, რომ საბჭოთა კავშირის დროს ამას სხვა დატვირთვა ჰქონდა, გამოწერა, ასე შემდეგ იყო. მეფის დროს სხვა დატვირთვა ჰქონდა, დღეს კიდევ უფრო სხვა დატვირთვა აქვს. ბიზნესის განვითარებაც, მოდით ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელი გარემოსთვის საფოსტო დარგის განვითარებას მიყვებოდა
პარალელურ რეჟიმში ვითარდებოდა ბიზნესი და საფოსტო საქმიანობა. ის გზა, რომელიც ინფრასტრუქტურულად ქვეყანა აკეთებდა, აშენებდა, გაყავდა, მას ერქვა საფოსტო გზა. პირველი დასახელება ასეთი იყო. ინფორმაციის გასვლა იყო და არის ყოველთვის მნიშვნელოვანი არა მარტო მოქალაქისთვის და სახელმწიფოსთვის, არამედ ბიზნესისთვის. ბიზნესი მოქალაქეა და სახელმწიფოა, ვინც ერთმანეთთან საფოსტო საქმიანობის გარეშე ურთიერთობას ვერ ამყარებს. დიახ, ამიტომ ხონდა ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა, ახლა ისტორიულად რო გავყვეთ, პირველი თუკი ერთი ქვეყანა, მეორე ქვეყანაზე გავლენის გაძლიერება სურდა ქვეყანას, პირველი იყო ფოსტა, ხო, რომლის ხელში ჩაღდებასაც ცდილობდა და შემდეგ გავლენების გავრცობას აქედან ახორციელებდა. აი ზუსტად მსგავსია, ამიტომ ამბობ, რომ ნებისმიერი ქვეყნის ისტორია რო ავიღოთ, ზუსტად არის იქ წარმოდგენილი კოლონიზატორი ქვეყანაში როგორი იყო ფოსტა და როგორ ცდილობდა რომ საკუთარი საფოსტო წესები გაევრცელებინა დანარჩენ ქვეყნებში და დღესაც არაფერი არ შეცვლილა, უბრალოდ სხვადასხვა ფორმებით იგივე მიმდინარეობს. ძლიერ დამოუკიდებელ თავისუფალ ქვეყანას აქვს ძლიერი ოპერატორი, რომელიცაც ხშირ შემთხვევაში საფოსტო საზოგადოებაში ასე ახასიათებენ, რომ ეროვნული ოპერატორი, ანუ ფოსტა არის გულის ცემა ქვეყნის. ისეთია, როგორც სურვილდებიც აქვს მოქალაქეს, ისეთია მისი ეროვნული ოპერატორი. იმდენად ძლიერია, რამდენად ძლიერიც არის მისი ქვეყნის მოქალაქე, იმიტომ რომ ყოველთვის შეესაბამება მოქალაქის სურვილის, სხვაგვარად ვერ იმუშავებს ეროვნული ოპერატორი, როგორც არის სურვილი მისი მოქალაქის, ისეთ მომსახურებას თავაზობს, ისეთ საქმიანობას ეწევა, ასეთ კავშირს ამყარებს. რაც უფრო ძლიერია ეს კავშირი სახელმწიფოს, მოქალაქეს და ბიზნეს შორის, მით უფრო ძლიერად არის წარმოდგენილი ქვეყანა, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ასევე კულტურული და ყველა სხვა დანარჩენით. ამიტომ ძალიან საინტერესოა ამაზე საუბარი, ალბათ დღევანდელი ფორმატი ამას არ მოგცემს და არც არის გარემო იმისთვის, რომ ამითი დავიტვირთოთ, თუმცა მე მიყვარს ამ თემებზე საუბარი და თქვენ თუ სურვილი გექნებათ, ნებისმიერ დროს შეიძლება ნებისმიერი ქვეყნის მაგალითით და შეგვიძლია ის დამოუკიდებლობის აღნიშვნის თარიღები და დღეები სხვა ქვეყნის გადავხედოთ, სადაც საფოსტო საქმიანობა და თვითონ იმ ქვეყნის ეროვნული ფოსტა ყოველთვის წინ არის წამოწეული. ამიტომ ვამბობ, რომ ძლიერი სახელმწიფო, მყარი დამოუკიდებლობა, მაღალი ხარისხით ყოველთვის პარალელში არის ეროვნულ ოპერატორთან. იმდენად ძლიერია ეროვნული ოპერატორიც, რამდენად ძლიერიც არის სახელმწიფო და მოქალაქე. ჩვენ შეიძლება რამდენიმე კუთხით ვიხილოთ პოსტის საქმიანობა, ხო? ყველას შეიძლება არ აქვს ესე გააზრებული პოსტის მნიშვნელობის შესახებ. მით უმეტეს დღევანდელ ეპოქაში, როდესაც ინფორმაციული რაღაცნაირი ესეთი ბუმია, ხო? როცა ამის მეასეჯში შეგიძლია ყველაფრის გაგება, პოსტა არ არის მხოლოდ ხო წერილის, როგორც მოტანის ამბავი და ასე შემდეგ, ხო? ამანათები. ბევრი პლანით არის პოსტა, ბევრი კუთხეს და მიმართულებას მოიცავს და დღესაც მნიშვნელობას არ კარგავს პირიქით. პირიქით მე ცალსახაა რომ თუ თვალს გადავავლებთ ბრუნვას, რომელიც სოფლიოს მასშტაბით არის, დღეს ბევრად გაზრდილია, უბრალოდ შეიძლება პროდუქტის სახეობები ჩაენაცვლოს ერთმანეთს. ეს არის წერილობითი კორესპონდენცია, რა თქმა უნდა, თუმცა ნიშანდობლივია, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით გაიზარდა ისევ წერილობითი კორესპონდენციის რაოდენობა. ამის ანალიზი ჯერ არ არის სრულყოფილი გაკეთებული და არ იქნება სწორი. მე ჩემი შეხედულება მოგაწოდოთ, თუ რატო გაიზარდა. საქართველოს რაც შეეხება მას შემდეგ, რაც საქართველოს ფოსტამ დაიწყო თავისი ფუნქციის შესრულება, როცა მსოფლიოში იკლებდა წერილობითი კორესპონდენცია, ფოსტაში პირიქით მოიმატა, მაგრამ თუ მივაქცევთ იმასაც ყურადღებას, რომ უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას განეკუთვნება ელექტრონული კომერციაც, მაშინ აი რაოდენობრივად იმდენად არის გაზრდილი და მათ შორის საქართველოში. საქართველოში გამოიწვია იმან რომ მსყიდველობითი უნარი გაიზარდა, მსყიდველობით უნარიანობა გაიზარდა ქვეყნის მოქალაქეების და ამიტომ შესყიდვა ხდება დიდი რაოდენობით ონლაინ გამოწერების საშუალებით და შესაბამისად ზრდა თუ შევადარებთ
რეგიონში ქვეყნებს ყველაზე მეტი აქვს საქართველოს და არაფრით არ ჩამოუვარდება იმ ზრდას, რომელიც ცენტრალური ევროპის ქვეყნებშია. ნუ ამერიკის მყიდველ უნარიანობა რჩება ისევ შტატებს გულისხმობ ამ შემთხვევაში ყველაზე მაღალი და ნუ მსოფლიოს მასშტაბით უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას მიკუთვნებული პროდუქციის ზრდა არის მეტად მნიშვნელოვანი და ინფრასტრუქტურა უნდა დაეწიოს ამის გატარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჭირდება და იმედივარ სწორედ იქ როდესაც გზა კეთდებოდა ეს იყო საფოსტო. ანუ ერთ-ერთი მნიშვნელობა იმ გზას და დანიშნულება ჰქონდა ამ საფოსტო გადაადგილების. ბევრი ვიარეთ და დაუბრუნდით ისევ იმ გზაზე. სხვაჩვენს ეგ რო არ დამავიწყდეს განსაკუთრებით მაინტერესებს ქუთაისში თუ იქნება ისეთი კუთხე წარმოდგენილი, სადაც მარკები იქნება დიდი რაოდენობით ტრეკცანს აიწერებს. მარკები საერთოდ სხვა თემაა. მარკები სახელმწიფოს ატრიბუტიკის შემადგენელი ნაწილია და მარკა ასახავს გამოცემული მარკების ისტორია, ფაქტიურად ქვეყნის ისტორია. ბევრი მკვლევარი მარკის საშუალებით ეძებს იმ მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც ისტორიულად არ არის ცნობილი და მიაგნებს, რომ ასეთი მოვლენა ხდებოდა ამ ქვეყანაში და ამასთან მიიყვანს მარკის გამოცემები, რომლებიც ჩვენი მარკა გამოიცემა როგორც ევროპის მასშტაბით, ასევე მსოფლიო მასშტაბით ცალკე თემატიკებით, ცალკე ევროპული თემატიკა, ცალკე მსოფლიო თემატიკა ერთგვაროვან მარკას გამოსცემს და წარმოიდგინეთ ერთი და იგივე თემატიკის მარკაში აღწერილია ერთი და იგივე მოვლენა, მხოლოდ ყველა სხვადასხვა ქვეყანაში ვინ როგორ დაინახა და ვისცად როგორ რა ხდებოდა. ჩვენთან ისტორიული ნაწილი აქვს ხვალინდელ ჩვენ წარმოდგენას, სადაც სრულად ამ ისტორიას მარკების საშუალებით და კიდევ სხვა ვიზუალიზაციის საშუალებით შეიძლება რომ ამას მომხმარებელი გაეცნოს, იქნება ასევე ტერიტორია ფოტოს გადასაღებად, სადაც საფოსტო ატრიბუტიკასთან ერთად შეგიძლია ფოტო გადაიღო, ნუ მასშტაბი გაზრდილია ატრიბუტიკის, ისე რომ ფოტოსთან იყოს ასოცირებული, კოსტიუმირებული იქნება, კოსტიუმირებული მსახიობები იქნებიან, ძირითადად ბავშვებთან ურთიერთობაში, იქ იქნება ბატიბუტი, ნაყინი, ამანათის მომზადება გასაგზავნად, წერილის მომზადება, საფოსტო ბარათის, მისალოცის მომზადება ბავშვებისთვის კარგი გარემო იქნება, იქ ყველაფერი კოსტუმირებული იქნება, ჩემს გარდა მე მითხრეს რომ მე ისედაც კოსტუმირებული არ ხო, ეგ ნუ მარკები საერთოდ ცალკე თემა და ძალიან საინტერესოა და დღე უკანასკნელი დღე პირველი, ვისაც ახსოვს ფილმი თავისი შესანიშნავი სამსახიობო გუნდი და მუსიკით, აი სწორედ იქაც პოსტაზე და პოსტალიონების ისტორიაზეა, მოკლედ გადმოცემული, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის. წარმატებები უნდა გისურვოთ თქვენც საქართველოს პოსტასაც და მნიშვნელოვან საქმიანობაში, რა თქმა უნდა, ქუთაისელებს კიდევ ერთხელ ვეტყვით, რომ ისედაც არ აკლია იქ ასეთ აქტივობებს მაყურებელი და მონაწილეები, მაგრამ მედია კიდევ უფრო ბევრნი ვიქნებით ხვალ და ასე კარგად გავატარებთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს. ლევან ჩიკვაიძე იყო ჩვენთან სტუმრად, საქართველოს პოსტის გენერალური დირექტორი. წარმატებებს გისურვებთ, დიდი მადლობა სტუმრობისთვის.